რა ჯდება 60 კვადრატული კოტეჯის აშენება და ვის მიმართო, ჭიები რომ უჩდება ამაზე რა სიტყვი, რამდენად დაცულია ცეცხლისგან, საქართველოში როგორ შეიძლება ასეთი სახლის იაფად აშენება. გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ამ ვიდეოში პასუხობ ყველა თქვენს შეკითხვას, რომელიც წინა ვიდეოს კომენტარებში დაისვა. ვისაც ხის კოტეჯებთან დაკავშირებით გაინტერესებთ დეტალები, სხვა საკითხებსაც შევეხები. ასევე თუ წინა ვიდეო ჯერ კიდევ არ გინახავს, ამ ვიდეოს შემდეგ ეგეც ნახე და არხის გამოწერაც არ დაგავწყდეს. ვისაც უკვე გამოწერილი გაქვთ არხი თქვენთვის პატარა სიახლეც მაქვს, თუმცა მანამდე რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, თქვენ უკვე იცით რომ წითელი გასაღები ახალი არხია, ძალიან ახალი და პირველად მოხდა რომ ამ ბოლო კვირებში ჩემი ვიდეოს ნახვები 4000%-ით გაიზარდა. რეალურად დავინახე ის მუღამი თქვენშიც, თუ რა მუღამითა ინტერესითაც დავიწყე ეს არხი. დიდი, ძალიან დიდი მადლობა დადებითი ემოციებისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატეთ. არხის გამოწერა ხო ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, თუმცა ის მხარდაჭერა და ემოცია და ის სიტყვები, რაც ბოლო დღეებში მივიღეთ თქვენგან, პირდაპირ საწვავით არის, რომ უფრო ხშირად და მალმალე შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეოები უძრავი ქონების ირგვლივ. ახლა კი სიახლე მომწერებისთვის ჩვენი უფრო ხშირი და ყოველდღიური ურთიერთობისთვის გავაკეთე Facebook ჯგუფი გაშინაურდი, ასე რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ უძრავი ქონების ირგვლივ, დაწერეთ ჯგუფში და ამის მიხედვით მოვიძიებ კვლევებს და გაგიზიარებ გადამოწმებულ ინფორმაციას ვიდეოების სახითაც და ისედაც. ასევე გთხოვთ რომ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილებაც უძრავი ქონების ირგვლივ და გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები. იქნება ეს რჩევები თუ კონტაქტები სხვადასხვა კომპანიების თუ ხელოსნების. მე ჩემი მხრივ ბევრ საინტერესო თემას გვირდებით, რასაც ამ ჯგუფში ცალკე გაგიზიარებთ, ასე რომ დაემატეთ ჯგუფში და ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. კითხვები და ინტერესები, რაც წინა ვიდეოდან გამომდინარე თქვენგან წამოვიდა, ორ მთავარ და ძირითად თემას ეხებოდა, ეს იყო აშენება და მოვლა. აშენების შემთხვევაში ფასი იყო მთავარი საკითხი, ხოლო მოვლის შემთხვევაში კი ხის ჭიები. ამ დღეების განმავლობაში ვესაუბრე როგორც ხის კოტეჯების სამშენებლო კომპანიებს და მშენებლებს, ასევე უშუალოდ კოტეჯების მფლობელებს. ფასის და ჭიის გარდა ასევე სხვადასხვა საინტერესო ნიუანსებიც გავარკვიე და გეტყვით ახლა ყველაფერს ხის სახლის მშენებლობის დაგეგმვიდან მის მოვლამდე. პირველი მთავარი საკითხი, როგორც თქვით, ეს არის დაგეგმვა და ბიუჯეტი. ყველაზე ხშირი კითხვა, რაც დაისვა, იყო რა დამჯდება ხის კოტეჯის აშენება. ასე ზუსტი ციფრის თქვა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი და პრინციპში შეუძლებელიც არის რომ მოჭრილად თქვა რაიმე ციფრი, თუმცა გარკვეული პირობების და ნიუანსების გათვალისწინებით მაგ დათვლილი და საორიენტაციო ბიუჯეტს რა თქმა უნდა გეტყვით. ესეც ეგრეა რა, მანქანის ყიდვის შემთხვევაში როგორც არის რომ ფასი დამოკიდებულია ბრენდზე, ზომაზე, მოდელზე და დაახლოებით იგივე პრინციპი არის ამ შემთხვევაშიც. სხვა მომენტია, როცა კორპუსში ყიდულობ ბინას, რა დროსაც უფრო მარტივია, უფრო ზუსტი საშუალო ფასის დადგენა. მოკლედ, ხის კოტეჯების შემთხვევაში ფასი შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. პირველი ეს არის ზომა და დიზაინი. რაც უფრო რთული არქიტექტურა, რა თქმა უნდა, მით უფრო ძვირი ჯდება. CIAF-ისთვის კი, რასაც კომპანიები გვთავაზობენ, არის მზა დიზაინები და დამიჯერეთ არც ეს დიზაინები არ არის ცუდი. ყველაზე მოთხოვნადი კი საქართველოში არის A-frame ტიპის კოტეჯები, თავისი გამორჩეული სილამაზიდან გამომდინარე. სიდიდესთან დაკავშირებით საერთო ფართს აქვს მნიშვნელობა, ანუ შეიძლება 30 კვადრატული მეტრის ზომის სახლის 1 კვადრატული მეტრის ფასი უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ვთქვათ 80 კვადრატული მეტრის ზომის. ანუ სახლი რაც უფრო მოცულობითია, მით უფრო გიაფთება 1 კვადრატული მეტრის ფასი. ოპტიმალური ზომები კი შეგიძლიათ ივარაუდოთ, ერთ საძინებლიანი სახლი 45 კვადრატული მეტრი, ხოლო ორ საძინებლიანი 65 და მეტი. შეიძლება რა თქმა უნდა ერთი საძინებელი და დიდი სახლი, თუმცა წარმოდგენისთვის დაახლოებით ეგ ზომებია. ეს არის შიდა სივრცე, ამას ემატება აივნები და ვერანდა, რაც ძალიან უხდება ზოგადად ხის კოტეჯს. ფასს აძვირებს ასევე ადგილმდებარეობაც, იმიტომ რომ არ უნდა რთულდებოდეს მასალების მიწოდება უშუალოდ სამშენებლო პროცესის დროს. რაც მითხრეს, ჩვენთანაც გვქონია სამშენებლო პრეცედენტი, რომ მასალები
კონკურენტ მიაწოდეს, რადგან საავტომობილო გზა არ იყო და ფასი გაცილებით ძვირი დაჯდა, რა თქმა უნდა. თუმცა ამ შემთხვევაში ასეთ ადგილებში ბლოკის სახლი გაცილებით კიდევ უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ ამ დროს ხის სახლი ფაქტურად უკონკურენტოა. ამასთან ნიადაგიც მნიშვნელოვანია, უშუალოდ ადგილი, სადაც ფიქრობთ სახლის აშენებას, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ბეტონით გამაგრებაც კი დასჭირდეს. საძირკველი არის სწორედ ხის სახლის ერთ-ერთი მთავარი მტრის სინესტის მიზეზი. აუცილებელი არის, რომ სათანადოდ იყოს იზოლირებული და მთავარი მომენტი აქ არის ის, რომ ხის კონსტრუქცია არ უნდა ეხებოდეს მიწას. ახლა რაც შეეხება მასალას. გარდა უშუალოდ სამშენებლო მასალისა, ფასზე ასევე დიდ გავლენას ახდენს მოსაპირკეთებელი და საიზოლაციო მასალების ხარისხი. ამ შემთხვევაში კი, ვისაც გამოცდილი გაქვთ, ალბათ ამეთანხმებით, რომ ხარისხის ხარჯზე ეკონომიის გაკეთება ნამდვილად არ ღირს, მით უმეტეს ხის კოტეჯებში, სადაც ზოგადად დაზიანების რისკი უფრო მაღალია. სამშენებლო მასალად კი, რასაც ყველა გვირჩევს, ვისაც კი ქონია ხის სახლებთან შეხება, ეს არის იმპორტირებული მასალის გამოყენება და არანაირად არ გვირჩევენ ქართული მასალის გამოყენებას. ამის მთავარი მიზეზი კი ხის გამოშრობა და მისი სპეციალური ხსნარებით დამუშავება. იმპორტირებულ მასალას ყველას მოყვება სერტიფიკატი, რომელიც უნდა მოითხოვოთ თქვენს სამშენებლო კომპანიისგან, გაეცნოთ კარგად და ამ დოკუმენტში არის მითითებული ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომ შვიდად დაიწყოთ მშენებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ხე იყოს სათანადოდ გამომშრალი, რასაც ადასტურებს ეს სერტიფიკატი, სადაც მითითებულია უშუალოდ ხის ტენიანობის დონე. თუ ხე საკმარისად გამომშრალი არ არის, ერთია რომ წლების განმავლობაში შემდეგ დეფორმირდება და დიზაინს აფუჭებს, მეორე კი ეს არის სინესტის და ჭიების მთავარი მიზეზიც. გარდა ამისა, მძიმეც არის და ართულებს უშუალოდ სამშენებლო პროცესს. ხარისხიანი, კარგად გამომშრალი და დამუშავებული ხის მასალა კი შედარებით ძვირი ღირს, თუმცა სწორედ ეს არის, რომ შემდეგ რაც იცავს თქვენ სახლს ბევრი ათეული წელი. მოკლედ, ორ საძინებლიანი 70 კვადრატული მეტრის ზომის ხის სახლის მშენებლობა იმპორტირებული და დამუშავებული ხის მასალით, ავეჯისა და მოსაპირკეთებელი მასალების გარეშე, საშუალოდ 25-დან 28,000 დოლარამდე გამოდის, თავის ყველაფრით 30,000 დოლარშიც კი შეიძლება ჩაიტიოთ. თუ უფრო მცირე ზომის სახლს გეგმავთ, 400 დოლარი მაინც უნდა იანგარიშოთ კვადრატული მეტრი და ამასთან 10-15% აუცილებლად უნდა გადადოთ გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის. მთავარი რჩევა კი აქ იქნება, რომ ეცადეთ 2-3 სამშენებლო კომპანიისგან ან მშენებლისგან მიიღოთ ინფორმაცია და ხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება თუ ვისთან ითანამშრომლებთ. ერთი მომენტი კიდევ რაც მითხრეს და უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მთელ ამ პროცესს სეზონურობა არ აქვს. ამიტომ თუ ვინმე გითხრათ, რომ ზამთარში ან ზაფხულში უფრო ძვირი ან უფრო იაფი შეიძლება დაჯდეს, გამოიკითხეთ მიზეზი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ საკუთარი საქმის გამარტივების მიზნით შეცდომაში შეგიყვანოთ. შემდეგი მთავარი საკითხი არის ჭიისგან დაცვა. თუ მშენებლობას მაინც ქართული ხის მასალით გადაწყვეტ, გაითვალისწინოთ, რომ პროცესის დაწყებამდე აუცილებელი არის თითოეული დეტალის სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება. ან როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმპორტირებული მასალით დაიწყოთ მშენებლობა, რომელიც უკვე დამუშავებული არის ამ სპეციალური ხსნარებით. ეს ანტისეპტიკური ხსნარები არის სწორედ რაც იცავს ხეს ხერხნელებისგან და ჭიებისგან მთელი ათეული წლების განმავლობაში და იცავს ასევე მას სოკოსგან და ლპობისგან. ხის კოტეჯების ერთ-ერთმა მფლობელმა, ვისაც ვესაუბრე, მითხრა, რომ მასალები არ იყო დამუშავებული ხსნარებით და უკვე მეოთხე წელია არც ჭია და არც არაფერი არ გაჩენია, თუმცა მუდმივი დაკვირვების და კარგი მოვლის პირობებში. და ამ ადამიანმაც კი გვირჩია, რომ კარგი იქნებოდა, რომ დამუშავებული ყოფილიყო და არანაირად არ ღირს თანხის დაზოგვა ამის გამო. რჩევა ამასთან დაკავშირებით, რაც მივიღე, იყო, რომ გარე ფასადის საღებავით დამუშავება, ანუ შეღებვა გარე ფასადის ზოგი ხის სილამაზის შენარჩუნების მიზნით იყენებს ლაქს და ამ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ ხარისხიანი ლაქი ავარჩიოთ, იმიტომ რომ გამოცდილები და გამომდინარე დროთა განმავლობაში ლაქი იბრწქნება, ხოლო საღებავის შემთხვევაში კი ამის რისკი ნაკლებია. როგორც გავარკვია, ხის სახლს თავი და გადაღება საშუალოდ 7-8 წელიწადში ერთხელ სჭირდება, თუმცა შეიძლება 10 წელი და მეტიც არ დაგჭირდეთ გააჩნია აქაც საღებავის ხარისხს. იმიტომ რომ შეიძლება თქვა 4-5 წელიწადში დაგჭირდეთ თუ დაბალი ხარისხის საღებავია, თუმცა რაც არ უნდა ცუდი საღებავი იყოს, ეს პერიოდი მაინც ძლებს.
როგორ უნდა მოვიცნოთ, თქვათ, უკვე აშენებულ ხის სახლს გაუჩნდა თუ არა სადმე ჭია. პირველი ეს არის ნახრეტები და ეს პატარ-პატარა გვირაბები, სადმე როცა შენიშნავთ უკვე საგანგაშოა, ხოლო თუ დაფარულ ადგილებშია და თვალით ვერ შეიძლება რომ დაინახოთ, მაშინ აბსოლუტურ სიჩუმეში, უფრო ღამის საათებში გაიგონებთ ასეთ ხმებს. ამ დროს უკვე ადგილობრივად შეგიძლიათ შეწამლოთ და ამის მეთოდები და დამცავის საშუალებებიც რა თქმა უნდა არსებობს. ეს არა მარტო ხის სახლს, ხის ნებისმიერ ნივთს ეხება, ავეჯსაც კი შეიძლება გაუჩნდეს, აქაც გააჩნია უშუალოდ მასალის დამუშავების ხარისხს. და ბოლოს რამდენიმე საკითხი დაგვრჩა, ეს არის სეისმურობა და ხანძარი. სწორი და ხარისხიანი მშენებლობის პირობებში ხის სახლი საკმაოდ გამძლეა სეისმურად და ამის შესახებ წინა ვიდეოში მიწისძვრის ექსპერიმენტით შეგიძლიათ ნახოთ. ხოლო რაც შეეხება ხანძარს, ყველაზე დიდი რისკი სწორედ ხანძარს უკავშირდება. როგორც გავარკვია, კი არსებობს რა თქმა უნდა ცეცხლსგან დამცავის საშუალებები, თუმცა მითია ის, რომ ხანძრის რისკი სრულად გამორიცხოთ. რისკის შესამცირებლად კი არსებობს რამდენიმე გზა. პირველი არის თბოიზოლაციის მასალები, ეს არ უნდა იყოს აალებადი და სწორედ ამ პრინციპით უნდა შეარჩიოთ. ასევე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხანძრის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის სახურავი. ეხლა ტრენდული რაც არის, ეს ლოფტის სტილი, ანუ ხესთან შეხამებული შავი ფერი, მუქი ფერის სახურავი 15-20 გრადუსით უფრო მეტად ხურდება, რაც ეტაპობრივად იწვევს ელექტროენერგიის გაყვანილობის დაზიანებას და ეს ხდება შემდეგ უკვე ხანძრის გამოწვევის მიზეზი. ამიტომ უმჯობესია და უკეთესია რომ ფერად სახურავზე გააკეთოთ აქცენტი. ბოლო რჩევა, რაც ასევე დარწმუნებული ვარ რომ დაგაინტერესებთ, ეს ეხება ბუხარს. ბუხარი ძალიან უხდება და უმაგრეს ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით კი ხის სახლში და აკეთებენ კიდეც ამას საკმაოდ უსაფრთხოდ ცოდნე ხალხი, თუმცა ხანძრის რისკს რა თქმა უნდა ზრდის. ამიტომ თუ თქვენთვის პირადად ცხოვრებისთვის აპირებთ კოტეჯის აშენებას, შეგიძლიათ არ მოიკლოთ ეს სიამოვნება, რადგან უფრო სიფრთხილით და ყურადღებით იქნებით, ხოლო თუ გაქირავებისთვის ფიქრობთ კოტეჯის აშენებას, მაშინ ბუხარი უბრალოდ გამორიცხეთ. დაივიწყეთ. იმიტომ რომ გარდა ხანძრის რისკისა ძალიან გაგირთულეთ ყველანაირ პროცესს, რაც ქირაზე მუშაობას ახლავს თან. მეგობრებო, კომენტარები თქვენ გაკარგულებაშია, დამიწერეთ კიდევ რა საკითხები გაინტერესებთ ხის კოტეჯებთან დაკავშირებით, ასევე დაემატეთ Facebook ჯგუფში და გავცვალოთ ინფორმაციები უძრავი ქონების ირგვლივ. ამ ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავწყდეთ, ასევე თუ ახლა პირველად მიყურებ, გამოიწერი არხი, გაშინაურდი და გისურვებთ ყველას საკუთარი მიზნების მიღწევას.